შემოგვიერთდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუბატაშვილი. დილომშვიდობის მამა ლუკა. დილომშვიდობის და მოგესალმებით ხმესთან დაგლოცოთ. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, ყოველთვის გვიხარიათ თქვენი სტუმრობა. მადლობთ ასევე. გაიხარეთ. საინტერესო საკითხებს საუბრობთ დღეს ჩვენს გადაცემაში მამა ლუკა, ეს არის ლოცვის მნიშვნელობა. საბედნიეროდ ყოველდღიურ ცხოვრებაში. საუბრობთ ლოცვის შესახებ ჩვენს გადაცემაში ძალიან ხშირად, თუმცა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მოგისმენთ რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით. რა დანიშნულება აქვს ლოცვას, რატომ არის და უნდა იყოს კიდევაც ის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური თანამგზავრი. კი, ზოგადად ეს ისეთი თემაა, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი შინაგანი მდგომარეობის მიხედვით. აი როგორც გესმის, იმის მიხედვით. და რაც უფრო მეტი გესმის, უფრო ხედავ, რომ ეს არის ძალიან დიდი უფსკრული, ძალიან დიდი სიღრმე, ძალიან დიდი ბედნიერება. აი როგორც სიხარულს არ აქვს საზღვარი, მშვიდობას არ აქვს საზღვარი, ასევე ლოცვას არ აქვს საზღვარი. იმიტომ რომ ლოცვა თვითონ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ეს არ არის რაღაცა ტექსტის კითხვა. ზოგადად ჩვენ წარმოგიდგენია, რომ ლოცვა ეს არის მაგალითად კითხვა, რაღაცა მდგომარეობა, რომ დგახარ ხატების წინაშე ლოცულობ, ან შეიძლება იჯდე და ისე ლოცულობდე, ან შეიძლება ავად იყო წევხარ და ისე ლოცულობ. ანუ რაღაცა ტექსტს საუბრობ. და ჩვენ ძირითადად ახლა ასეა გამეფებული აზრი, რომ ესე იგი მე ვცხოვრობ ჩემთვის, მაგრამ ხანდახან მაგ დრო, როდესაც მე ვლოცულობ ღმერთს ვადიდებ, თორე ის მე ჩემი ცხოვრები ვცხოვრობ. აი ეს ასეთი მიდგომა ლოცვისადმი ეს ალბათ თავდაპირველი სტადიაა, რომ შენ ნელ-ნელა უნდა ისწავლო ლოცვა. ლოცვა ანუ ღმერთთან ურთიერთობა. ესე იგი, როდესაც ჩვენ ადამიანთან გვინდა ურთიერთობა, ვთქვათ, შვილთან, მეუღლესთან, ახლობელთან, ჩვენ ვიწყებთ საუბრით, ხომ? და საუბარი არის ის, რომელითაც ჩვენ ვურთიერთობთ ზოგადად ადამიანები. და აი ასე ხდება ღმერთთანაც. ჩვენ ვიწყებთ ღმერთთან საუბრით. და რაღაცა ადამიანის ცხოვრების შეცვლა უნდა მოხდეს. ესე იგი, ლოცვა ეს არ არის მხოლოდ, როდესაც შენ მაგალითად დღეში 5 წუთი ან 10 წუთი ან რაღაცა დრო დადგები და ილოცებ. არა, ეს ნელ-ნელა უნდა გახდეს ის მდგომარეობა, როდესაც შენ და ღმერთი ერთი გახდებით. შენ გახდები ღმერთშემოსილი, ღვთის მადლის მატარებელი. აი ეს მდგომარეობაა ლოცვა და ჩვენ ამისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ლოცვა შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. ეს იმ შემთხვევაში მამა ლუკა, როდესაც გააზრებული გვაქვს უკვე ის სიტყვები, რომლითაც მივმართავთ უფალს თავისთავად. და ზოგჯერ ადამიანები ასეც ამბობენ, ხოლმე გვსმენია ალბათ და შეიძლება თქვენც ყოფილხართ ამის მომსწრე, რომ რატომ უნდა წავიკითხო ის ლოცვები, რომელიც დაწერილია სხვის მიერ? რატომ არ შემიძლია, რომ მე თავად მივმართო უფალს და ჩემი ლოცვა მქონდეს? ხო. ნუ ასე შეიძლება თქვათ, რომ ახლა ორჯერ 2 რო 4-ია, ეს ჩემი მიგნება არ არის, სხვისი მიგნებაა და მე მას ვსწავლობ და მე ბევრ რაღაცას ვსწავლობ კიდე გარდა ორჯერ 2-ისა და ეს არის გაკვალული გზა. და ჯობია გაკვალულ გზაზე იარო, ახლა მანქანა ჯობია დაგებულ გზაზე ატარო, ვიდრე ოღროჩოღროში იარო და ჩვენ ამას ავტომატურად ვაკეთებთ და იგივე არის ეს და ლოცვა მით უმეტეს. არ შეედრება მანქანის ტარებას ის სირთულე, რომელიც შეიძლება ლოცვის დროს ჩვენ დაგხვდეს. ამიტომ ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ ესე იგი პირველი ნაბიჯები სწორედ რომ გაკვალულ გზაზე უნდა გადავდგათ და მე შეიძლება საერთოდ ისეთ ადამიანად იქცე, ისეთ ძლიერ პიროვნება, რომ შენ თვითონ კვალო ის გაუვალი გზები და სხვისთვის გამოდგე გზად და ხიდად შენ თვითონ. და აი ლოცვა რაც აი ერთი წმინდანი ამბობს, რომ ლოცვა ეს არის ადამიანის ბუნებრივი თვისება. მაგალითად, აი იოანე კიბეას აღწერელი ამბობს, რომ თვალსო შენ მხედველობა რომ გაქვს, არავინ არ გასწავლა, რომ როგორ უნდა იყურებოდე. შენ ეს რაღაცა ჩადებულია შენში ბუნებრივად და შენ ამ ურთულეს პროცესს, რასაც ჰქვია მაგალითად ხედვა და ნივთების დაფიქსირება და ზოგადად ორიენტაცია ამ ქვეყანაზე თვალის საშუალებით შენ აკეთებ ბუნებრივად. გააჩნია შენ ამ ნიჭს როგორ გამოიყენებ, სიკეთეში გამოიყენებ თუ უკეთურებისკენ სავალ გზაზე გამოიყენებ ამ ნიჭს. ეს უკვე შენი გადაწყვეტილებაა, მაგრამ შენ სიტყვით არავინ არ გასწავლის, როგორ უნდა განახორციელო ის, რომ შენ იყუროს შენმა თვალებმა, რომ ხედვა გქონდეს.
ან ყნოსვა გქონდეს, ან სმენა გქონდეს, ეს რაღაცა ჩადებულია ჩვენში. აი ასევეა ჩვენში ჩადებული ლოცვის უნარი. ლოცვა, როგორც ვთქვით, ესე იგი თავისი ყველაზე ღრმა მნიშვნელობით ეს არ არის, ესე იგი რაღაცა სიტყვების თქმა. რაღაცა მიმართულებით, თუნდაც ღმერთის მიმართულებით. ეს არის მდგომარეობა და შენი მდგომარეობით უნდა იყო, ესე იგი, ლოცვით მდგომარეობაში მუდმივად. ანუ ღმერთთან. ანუ აი როგორც უძღებიშვილის იგავშია, მამის სახლში უნდა იყო შენ, მამის სახლში. სადაც ესე იგი მამა ზრუნავს ყველაფერზე. სადაც მას მრავალი ყავს ის მსახური, რომელიც შენ მოგემსახურება. შენ და მაგალითად მეც ახლა ან შენ როდესაც ცხოვრობთ, აი ჩვენ ბევრი რამე გვემსახურება ამ ქვეყანაზე. მათ შორის მზე, მთვარე, ანგელოზთა დასი და ჩვენ ზუსტად უნდა მივხვდეთ ამას და თუ ჩვენ ლოცვითი მდგომარეობა გვექნება, ჩვენ ვეწერებით რაღაცა სამყაროს, აი რაღაცა დიდ ერთობაში. სადაც სუფევს ჰარმონია, რომელსაც შეიძლება ჩვენ სიყვარული დავარქვათ, მშვიდობა დავარქვათ, ნეტარება დავარქვათ. იმიტომ რომ საოცრად დიდი ბედნიერება, როდესაც შენში არ არის შფოთი, არ არის ნერვიულობა, რომელსაც ყველაფერს ულოცველობა იწვევს. დიახ, მამა ლუკა, აი საინტერესოა დღევანდელ ცხოვრებასთან დაკავშირებით კითხოთ და ჩვენს თანამედროვე ადამიანებზე. სამწუხაროდ გამოდის ისე, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ ვზრუნავთ ხორციელ საჭიროებებს. და ავიწყდება უფალთან მისვლა და თხოვნა, ეკლესიაში მისვლა, ლოცვა. რამდენად გვესმის დღეს თანამედროვე ადამიანებს ლოცვის მნიშვნელობა სწორად? ხო, არ გვესმის და როდესაც მიხვდები ამაზე დიდი ბედნიერება უბრალოდ არ არსებობს. ნუ ამ ქვეყანაზე ხო შეიძლება რაღაცა დიდი სიკეთე იყოს, მაგალითად მე მიყვარდა ტკბილის ჭამა ძალიან და აი ეს პროცესი ჩემთვის იყო დიდი ბედნიერება. ეხლა საერთოდ არ ვჭამამ ტკბილს, იმიტომ რომ უკიდურესად და უკიდურეს დაავადებებთან მიმიყვანა, უკიდურეს დაავადებებთან, რომელიც იმის იქეთ რო არაფერი არ არის. და იმის იქეთ რომ ფიზიკური სხეული იღუპება და თურმე ეს ესე იგი კმაყოფილება და ეს სიამოვნება დამღუპელია ჩემი ორგანიზმისთვის მაგრამ ლოცვა ეს არის ამაზე უბრალოდ ამაზე დიდი ბედნიერება რო არ არსებობს აი ეს არის იმიტომ რომ ლოცვით შენ ღმერთთან ამყარებ კავშირს მაგალითად ადამიანი რომელიც გიყვარს შენ და ის შენი მეგობარია შენ მასთან ურთიერთობა კი არა მისი დანახვაც კი გახარებს მისი სახელის ხსენებაც კი გახარებს და წარმოვიდგინოთ თუ ღმერთი გიყვარს ესე იგი მასთან ურთიერთობა კი არა მისი სახელის ხსენებაც კი შენს გულს ახარებს ამიტომ ადამიანმა ის სიხარული არ უნდა მოაკლოს თავის თავს ну ეს თეორიულად მაგრამ პრაქტიკულად ილია ჭავჭავაძემ საოცარი რამ თქვა ლუარსაბ თათქარიძეში აღვიწერა ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრება და მე ერთგან ამბობს რომ ესე იგი მისი სული კი მათი სული კი აღვიწერა რომ ისინი მარტო ფიზიკურ ცხოვრებაზე ფიქრობენ და ამ ქვეყნიური არის მათი აზრებიც და ყველაფერი და მათი სული იყო მათ ქონებშიო დაკარგულიო ეს იგი ქონებში დაიკარგაო სულიო ეხლა ქონებში დაიკარგება სამსახურში დაიკარგება სიამოვნებაში დაიკარგება რაღაცა აი სიამოვნებებში თუ სიამოვნებები თუ ჩვენ პირველ ადგილას დავაყენეთ აუცილებლად დაეგვეკარგება სული და კაცი პატივსაშინა იყო, ანუ ღმერთივით იყო, ესე იგი, როგორ თქვათ, აი ღმერთმა ისეთი რამ მოგცა, რომელსაც ვერც წარმოიდგენს ადამიანი. ესე იგი, რაც თვითონ აქვს ღმერთს, ყველაფერი მოგცა ჩვენ. ყველაფერი, აი არაფერი არ დაუკლია. ერთადერთი სხვაობა, როგორც იონე დამასკელი ამბობს, ეს არის ღმერთი არის უბრალოდ შემოქმედი და დამბადებელი და დაუბადებელი თვითონ და ყველაფრის დამბადებელი. ჩვენ უბრალოდ დაბადებული ვართ და დანარჩენით ყველაფრით ღმერთს უნდა მივემსგავსოთ და აი ეს სრულყოფილი მდგომარეობაა მოსალოდნელი და ამას ყველაზე მეტი ყურადღება ჭირდება იმიტომ რომ ეს გრძელდება ანუ ღმერთთან ერთობა გაგრძელდება არა 1 წელი 10 წელი ან და 100 წელი არამედ მარადიულად დაუსრულებლად საუკუნოდ და ეს ისეთი ბედნიერება რომელზეც ღირს ადამიანი ღირს კი არა ცხოვრებისეულად უღირს რომ ყურადღება ამისკენ გადაიტანოს და დანარჩენი მოიპოვეთო სასუფეველიო და
ყოველივე შეგეძინება თუ ამბობს უფალი. ამ ქვეყანაზეც მაგალითად ნებისმიერი დადებითი პროფესია რო ავიღოთ, რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან ადამიანი, რაც უფრო სიხარულით სავსეა, რაც უფრო ფსიქოლოგიური პრობლემები მას არ აქვს, აი უფრო ძლიერია ნებისმიერ პროფესიაში. და ნებისმიერ მდგომარეობაში შეგვიძლია რომ უფალთან ურთიერთობოთ ხო ამის საშუალებას გვაძლევს ეს სხვადასხვა ლოცვები, სინანულის, მადლიერების, დედის ლოცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისათვის, ხომ? სავედრებელი ლოცვა, ასევე ლოცვა, რომელიც ჩვენი სულის მაჭირვებლებისთვის არის და ლოცვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია რომ შევიყვაროთ ის ადამიანი სწორედ და მისთვის, როდესაც ლოცულობ, შესაბამისად თუ არ შეგიყვარდა, ყოველ შემთხვევაში პატიების უნარი მაინც გიმუშავდება და შენც მოწყალე ხდები თავისთავად, ხომ, რაც შენივე სულისთვის არის პირველ რიგში თავისთავად კარგი. ამ ლოცვების მრავალფეროვნებაზეც რომ გვესაუბროთ, მამა ლუკა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სხვადასხვა სახის ლოცვები და რამდენად ხშირად უნდა აღავლინოს ადამიანი? ლოცვები მრავალფეროვანია, იმიტომ რომ ადამიანთა პრობლემებია მრავალფეროვანი. და სხვადასხვა შეიძლება განსაცდელი მქონდეს განსაცდელი მქონდეს ახლობელს, განსაცდელი მქონდეს სამშობლოს, განსაცდელი მქონდეს შეიძლება სამყაროს, დედამიწას და ჩვენ უნდა დადებითად მოქმედებდეთ დედამიწაზეც კი და ესე იგი მაგალითად თუ აი ვთქვათ ჩვენ სადაც ცხოვრობთ ამის მოპირდაპირე მხარეს დედამიწაზე რაღაცა პრობლემა ეს არ ნიშნავს რომ ის ჩემი პრობლემა არ არის მე მაქვს საოცარი უნარი რომ ესე იგი ზემოქმედება დადებითი მოვახდინო მასზე მაგრამ თუ მე ესე იგი ლოცვა არ მექნება თუ მე ღმერთთან კავშირი არ მექნება მე ძალიან დავპატარავდები აი პლასმასის ბოთლს რომ დუღარე წყალს დაასხამენ და რომ დაპატარავდებო და ესე იგი წარმოუდგენლად პატარა ფორმას მიიღებს და უსახურ ფორმას. აი რაღაცა ასე ხდება ადამიანი მერე პატარავდება და მარტო თავის პრობლემებზე ფიქრობს. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ რომ ადამიანი არის ჩაკეტილი თავის პრობლემებში. აი როგორც იტყვიან ადამიანი თვითონ იგონებს გისოსებს რომ კარგ ციხეში ჩაჯდეს ასე ვთქვათ და აი ამ გისოსებში აღწევს თავის თავს. ეს გისოსები არის ჩვენი თვისებები. ცუდი თვისებები, რომელიც ჩვენ ესე იგი ბლოკავს და არ გვაძლევს გასაქანს. მაგრამ თქვათ ჩვენ ვართ რაღაცა მოქცეული რაღაცა ჩაკეტილ წრეში, ხომ? აი იქედან რომ გამოვიდეთ, ამისათვის საჭიროა სხვადასხვანაირი ლოცვა, დიდება ღვთისა და ზოგადად უნდა მივეჩვიოთ ურთიერთობას ღმერთთან. თავიდან, როდესაც მიჩვეული ხარ ცოდვებში ცხოვრებას, ლოცვა რაღაცა თითქოს თავს ძალა უნდა დაატანო. იმიტომ რომ შენ მიჩვეული ხარ სხვას და უნდა გადაეჩვიო იმ სხვას და მიეჩვიო სიკეთეს. ამიტომ ესე იგი ლოცვა სხვადასხვა შემთხვევაში აი პრობლემებში ჩანს როგორც გზახსნისა, როდესაც შენ გამოგიხსნის ის გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან შენ რაღაცა სხვანაირ ესე იგი პრობლემა გქონდა, სიმძიმე გქონდა, აი სიხარული გექნება, სიმძიმე გქონდა, რაღაც სიმსუბუქეს იგრძნობ, რაღაცა გარდაუვალი პრობლემას გრძნობდი, აი პრობლემა მაგიარა საერთოდ გვერდით. როგორც შენ, ისე იმისთვისაც, ვისთვისაც შენ ილოცებ. ამიტომ ლოცვა ეს უბრალოდ აი რამდენნაირი პრობლემაც არის ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ იმდენნაირი ლოცვა შეიძლება არსებობდეს ლოცვა თავისი არსით ერთია შენი კავშირი ღმერთთან აი მაგალითად როგორც პეტრე და მოციქულები ერთხელ ზღვაზე ტბაზე ესე იგი ხელვაში დიდ ხელვაში მოყვნენ და ამ დროს ნახეს რომ უფალი მოდის ფეხით მოდის ამ ზღვაზე წყალზე და პეტრე აღფრთოვანებული იყო და საერთოდ პეტრე განსაკუთრებული პიროვნებაა და ისეთ დამოკიდებულებას ავლენს ღმერთის მიმართ და აი ქრისტე რო დაინახა კი არ გაოცდა უფალო მიბრძანე ორმეც გადმოვიდეო შენთანო და უფალი ეუბნება რომ მოდიო და პეტრე თავის ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა და არც არავისგან არ გაუგია და არც არავის გაუკეთებია ისეთი რამე გააკეთა ღმერთზე მინდობით გადავიდა ნავიდან და მიდიოდა ღმერთისაკენ. მაგრამ როგორც კი ამ ღელვა იგრძნო თუ რაღაცა მცირედ მორწმუნეობა მას შეეხო, რომ მე რას ვაკეთებ, რასაც ღმერთი აკეთებს, იმას ვაკეთებ მე. არა მე ხო ადამიანი ვარ და დაიწყო ჩაძირვა.
და ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყებთ ჩაძირვას ჩვენს პრობლემებში, თუ ღმერთისკენ არ გავიწვდით ხელს, თუ ღმერთისკენ არ ვივლით, ჩვენ აუცილებლად ღელვაში ვიქნებით და ჩავიძირებით საბოლოო ჯამში. და მაგალითად ზღვას შეუძლია მილიარდობით ადამიანი ისე შთანთქას, რომ არაფერი არ შეეტყობა და პრობლემებიც ასეა. ამ უამრავ პრობლემებს ისე შეუძლია ადამიანის შთანთქვა და ისე დაპატარავება და ისე მიგდება სადღაც, რომ არაფერი არ შეეტყობა ამ ქვეყანას, მაგრამ აი თუ მიდიხარ ღმერთისკენ, შენ შეგიძლია საოცარი რამე გააკეთო, გადაიარო პრობლემებზე. აი ზუსტად ეს არის ლოცვა. ამიტომ იყო რომ ბრძოლის წინ დილას, საღამოს, მეფეები, წინასწარმეტყველები, მეომრები ყველა ლოცვით იყვნენ. ეს ლოცვა არის ყოველთვის საჭირო. მასინ როდესაც აი ჭას რო თხრიდა ადამიანი წყლის მოსაპოვებლად, ან ბოსტანს თესავდა, ამის დროსაც კი არის, ამის წინაც კი არის საჭირო. მოსავალს რომ მოიმკი, ვენახს რო დაკრიფავდა, ღვინის წურვას ამ დროსაც ლოცვა და უძღოდეს. ყველაფერს ლოცვა. იმიტომ რომ ჩვენ და ღმერთ შორის სხვაობა არ უნდა იყოს. არ შეიძლება რომ ადამიანს ჰქონდეს პრობლემები. არ შეიძლება. ჩვენ ხო ვგრძნობთ, ყველანი ვგრძნობთ. გინდა მორწმუნო იყავი, გინდა ურწმუნო, ყველანი ვგრძნობთ რომ პრობლემა ეს არის ჩემთვის შეუფერებელი. აი ჩვენ უნდა ვიპოვოთ პრობლემის ლოგიკა, საიდან მოდის, როგორ მოდის, მივატოვოთ ის და დავიწყოთ უბრალოდ სიხარულით სავსე ცხოვრება. და ეს შეგვიძლია და ეს არის ლოცვის არსი, ქრისტიანობის არსი და რომ ვთქვათ, ქრისტემ რა მოიტანა ლოცვა, ესე იგი გვაჩვენა როგორ უნდა გქონდეს ურთიერთობა ღმერთთან, რომ ჩვენ რაღაცა ახლა პრობლემა კი არ გადავიტანოთ. არა, ესე იგი ადამიანი პრობლემებთან მებრძოლი ვიღაცა კი არ არის. ადამიანის სიხარულით სავსე პიროვნება უნდა იყოს. ღმერთივით სრულყოფილი, ღვთისმიერი და დიდებული. დიახ. მამა ლუკა, ცხადია მადლიერების გრძნობას რომ განსაკუთრებული ძალა და ფასი აქვს. ყოველდღიურ ცხოვრებაში შევთხოვთ უფალს რომ მოგვარდეს ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემა, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი ქვეყნის გაჭირვებაზე შევთხოვთ რომ გამოსწორდეს ჩვენ ქვეყანაში მდგომარეობა და საბოლოო ჯამში როდესაც ღმერთი ამ ნატრას და სრულს აგვისრულებს, გვავიწყდება რომ მადლიერება გამოვხატოთ უფლის მიმართ. Რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მადლიერების გამოხატვას და რატომ ხდება ისე რომ სამწუხაროდ გვავიწყდება ხოლმე ეს? ხო, ეს არის უკეთური მდგომარეობა. ეს უკეთური მდგომარეობა მე შეიძლება დაუშვა ჩემ თავში. მაგრამ მე არ უნდა დაუშვა უკეთური მდგომარეობა ჩემს თავში. იმიტომ რომ ღმერთი ხო არაფერს არ ითხოვს. მეო არც ცხვარი მჭირდებაო და არც ხბო და არც ვერძიო, მეო არ მშიაო და თუ მომშივდებაო, შენ არ გთხოვო საჭმელს, ამბობს ღმერთი დავითის პირით ერთ-ერთ ფსალმუნში და მართლაც ესეა, ხა ღმერთს რა უნდა ჭირდებოდეს ჩემგან. იგივე ადამიანს მაგალითად არის ძლიერი პიროვნება, მაგალითად ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება, მაგალითად მას შეუძლია აქვს ეს ნიჭი, რომ ის მთელი გულით მოგესალმოს შენ. და რა სიტყავს ახლა ის შენგან მის სანაცვლოდ განა რაიმეს გამოგემს, ესე იგი თუ შენ იმიტომ გესალმება ასე გულით რომ შენგან რაღაცა მატერიალურს მოელის, ეს უკეთურებაა. მაგრამ თუ ის ისე გესალმება რომ ეს მისი გულიდან მოდის, ის არაფერს არ ითხოვს შენგან, უბრალოდ ერთს ითხოვს რომ შენც რაღაცა სიხარული გისურვო, შენც რო სიხარული უსურვო. ნუ ეს გვესმის ქართველებს და ნებისმიერ ადამიანს ესმის ეს რომ ესე იგი ადამიანი, ქველმოქმედი ადამიანი სიკეთეს ელოდება სანაცვლოდ, სიხარულს ელოდება სანაცვლოდ. კეთილი ადამიანს ბედნიერებად რა მიაჩნია, იცით, შენ რო გაგახარებს, შენ რომ გაგახარებს. შენ რომ გიხარია, აი პრობლემაში იყავი და რომ გიხარია, აი ეს არის მისი სიხარული. და ღმერთიც ესეა, რა თქმა უნდა. მას საოცრად უხარია, როდესაც ჩვენ გვიხარია. ამიტომ აი რაღაც ესე უნდა გქნათ და როდესაც გიხარია, შენ რა თქმა უნდა, ყველას მიმართ ირგვლივ და მით უმეტეს ვინც შენ დიდი სიკეთე მოგცა, იმის მიმართ ავლენ ასევე დიდ სიხარულს. აი თუ ჩვენ სიყვარულით ავივსებით და სიხარულით და უკეთურებას არ დავუშვებთ, ჩვენ ამას ავტომატურად გავაკეთებთ. მაგრამ როდესაც ესე იგი 10 კეთროვანი მივიდა უფალთა და 10-დან 10-ვე განიკურნა, მაგრამ მარტო ერთი დაბრუნდა უკან და მადლობა შესწირა ღმერთს.
და ის 9 სად არიანო იკითხა უფალმა და ის 9 თურმე ღმერთთან ურთიერთობაში იმ 9-ს საკუთარი სურვილების ასრულება უნდოდა თორე ღმერთი კი არ ყვარებია ღმერთი იცოდა რომ ღმერთს შეეძლო რომ ჩემი პრობლემა მოიხსნა და ამიტომ გამოვიყენე ღმერთი და ეს უკეთურება ნამდვილად უკეთურება ხა მეორეჯერ რა პირით უნდა მივიდე ხა ეს ქვეყანა თქვა კეთრი შემეყარა და გამკურნა ღმერთმა მაგრამ კი გავიკურნე და მივატოვე ღმერთი მაგრამ სავარაუდოდ კეთრი შეიძლება არ შემაყაროს მაგრამ სხვა დაავადება ხო მე რა პირით უნდა მივიდე ღმერთთან მაგრამ მაინც პოულო პირს და ნიღავს და მაინც მივდივარ მე ღმერთთან იმიტომ რომ ღმერთი მოწყალია კი ბატონო მეორეჯერაც შეგეწევა მესამეჯერაც და მეათეჯერაც მაგრამ შენ განსაზღვრე შენ რა შეგიძლია ღმერთის წინაშე აკეთო თუ მე რამე შემიძლია ეს არის დიდება ღვთისა ლოცვაზე სამადლობელო ლოცვაზე უფრო დიდ მადლიერებას ადამიანი ვერ გამოავლენს აი მე რო ტაძრები ვაშენო და ღმერთს არ ვადიდებდე მე რომ ესე იგი ყოველდღე ცხარი შევწირო ღმერთს და ღმერთს არ ვადიდებდე ეს არაფერია რაში ჭირდება ეს ღმერთს აი მე რომ მთელი გულით ყოველდღიურად რომ მქონდეს ღმერთთან კავშირი და საბოლოო ჯამში ღმერთთან ერთად ვიცხოვრო აი ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება რომელიც წყურია ღმერთს და რომელიც ჭირდება ღმერთს რომელიც ღმერთს არ აქვს ერთი წმინდანი ამბობს რომ შენ გაინტერესებსო რა შეგიძლიაო მისცე ღმერთს რომელსაც ის არა აქვსო ღმერთს ყველაფერი აქვს ვიცით მაგრამ არის რაღაცა რომელიც მას არ აქვს და რომელიც შეიძლება მას შენ მისცე და ეს არის შენი გულიო თუ შენ გულს დაუთმობ ღმერთს ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი მისთვის მირთმეული და ანარჩენის შეძლებას თვითონ ღმერთი მოგცემს განა თვითონ ღმერთი არ იძლევა ყველაფერს ღმერთი იძლევა რომ დაუფიქრდეთ და ბუნებრივია ამ ქვეყნიური ცხოვრების მარწუხებიდან ადამიანმა თავი უნდა დაახწიოს არ უნდა შეკრას ხაფანგში არ უნდა მოაქციოს ამ ქვეყანამ და ადამიანი რაღაცა ესე იგი ზღვაში კი არ უნდა იძირებოდეს და კი არ უნდა იხრჩობოდეს პრობლემებში კი არ უნდა იხრჩობოდეს ადამიანი არამედ პრობლემებზე ზევიდან უნდა დადიოდეს აი სულიერი მნიშვნელობა წმინდანების ესე იგი წყალზე სიარულისა სწორედ ეს არის რომ ისინი უკვე აღარ ექვემდებარებიან ამ ქვეყნიურ ფიზიკურ ესე იგი კანონებს და არც ამ ქვეყნიურ ლოგიკას რომ ადამიანმა პრობლემებში უნდა იცხოვროს და ზოგადად ესე წარმოდგენილია აი ბავშვობიდან მე ამას ვხედავ რომ ადამიანთა უმრავლესობას გონია რომ ეს ცხოვრება არის პრობლემებთან ბრძოლა ან მზადება პრობლემებთან შესახვედრად ან ზოგადად მოულოდნელი არ არის თუ რაღაცა პრობლემა მოვა არა და არა ცხოვრება უბრალოდ სიხარულისთვის არის მოცემული. მამალკა, 2 წუთი გვჭირდება დაახლოებით იმისათვის რომ ჩვენ საუბარი დავასრულოთ და შეიძლება არ ვახსენოთ შვიდგზის ლოცვა მისი მნიშვნელობის შესახებ არ ვისაუბროთ. მისი უწმინდესობის მადლიერები ვართ ყველა რა თქმა უნდა რომ მისი ძალისხმევით და მისი სურვილით აღდგა შვიდგზის ლოცვა და თავადაც ერთ-ერთ დიდ მიღწევად მიიჩნევს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მის უწმინდესობას ამისათვის და რა მნიშვნელობა აქვს შვიდგზის ლოცვას ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ და ერის გაერთიანება სამ დროს. კი, შვიდგზის დღესაშინა გაქებდე შენ უფალო და ესე იგი რაღაცნაირად მადლობა ღმერთს რომ პატრიარქმა ესე იგი ეს კურთხევა მოიღო ღვთისგან და დამკვიდრდა ჩვენს ერში რომ აი ამ დროს ვერთიანდებით ჩვენ ამ ლოცვაში და საბოლოო ჯამში ჩვენ ვსწავლობთ ღმერთთან ურთიერთობას მაგრამ დილა საღამოს ლოცვის შემდგომი სტადია ალბათ შვიდგზის ლოცვა მერე იესოს ლოცვა მერე საბოლოო მიზანი ჩვენი უნდა იყოს რომ როგორც მოციქული პავლე ამბობს რომ მარადის ილოცვიდეთ მუდმივად, ესე იგი ღმერთთან ურთიერთობა იქონიათ მუდმივად და მუდმივად შეიძლება ადამიანმა ილოცოს. ლოცვა მარტო ის კი არ არის, რომ დგავარ მე ეკლესიაში და ლოცვას ვისმენ, ან დგავარ სახლში და ვლოცულობ, საიდუმლო ლოცვა ქვია ამას, როცა შენ მარტო ლოცულობ. ეს კი არ არის მარტო ლოცვა. ლოცვა, აი ლოცვითი განწყობა აღფრთოვანებულობა, სიხარული, სიკეთე, ეს შენ მთელი დღის მანძილზე უნდა გქონდეს. შენ თუ არ ეცადე რომ სუფთა გქონდეს ხელი თავისით სუფთა არ იქნება, ვიღაცამ უნდა იზრუნოს მასზე. თუ სამოსი გინდა სუფთა იყოს, ამაზეც უნდა იზრუნო და აი თუ გვინდა რომ ჩვენში იყოს მუდმივი სიხარული, უნდა მივეჩვიოთ მუდმივ ლოცვას.
და სანამ მუდმივ ლოცვას მიაჩვევი, მანამდე არის ის ლოცვები, რომელიც აი ეკლესიის კურთხევით, პატრიარქის კურთხევით ჩვენ გვაქვს და ვსწავლობთ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა ჩვენთან მოგზაურობისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებ. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუბატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.